მოქალაქისგან გვაქვს გარკვეული მსვლელობა მიეცა საქმეს, რომელიც ჩვენს ეთერში უკვე რამდენჯერმე გავაჟღერეთ. ფაქტი არის ესეთი, დიდი ლილოს დასახლებაში მოხდა ხანძარი. საუბარია 17A-ში მცხოვრებლებზე, ანუ ლილოს დასახლებაში, სადაც 24 ნოემბერს მოხდა ხანძარი. მოქალაქე გვწერდა, რომ ამის შესახებ არაერთხელ მიმართეს შესაბამის სამსახურებს, თუმცა უპასუხოდ. ჩვენს ეთერში გასვლის შემდეგ დაინტერესდა ადგილობრივი თვითმმართველობა მათი პრობლემით. მივიდნენ მათთან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები და უთხრეს, რომ 5,000 ლარით დაეხმარება მერია. თუმცა ეს არ არის ოფიციალური პასუხი, უბრალოდ სიტყვიერად უთხრეს. მოქალაქე გვწერს, რომ უცნობია რა პრინციპით დაითვალეს ზარალი და აღნიშნული თანხა რის მიხედვით განისაზღვრა. სახლისგან რაც არის დარჩენილი აღდგენას არანაირად არ ექვემდებარება. დამწვარი ტერიტორიის გასუფთავებასაც შეგვიდნენ, თუმცა 24 ნოემბრის შემდეგ ისევ ისეა ყველაფერი. 5,000 ლარი როგორ უნდა გადავანაწილოთ ტერიტორიის დასუფთავებაში პროექტის და მშენებლობის ხარჯებზე, უფასო არსებული პროექტის გამოყენებაც ტერიტორიის გამო შეუძლებელია, ან ზარალის რა ნაწილის დასახმარებლად განისაზღვრა ეს თანხა, არ გვაქვს პასუხი და მოგწერეს მოკლედ იმიტომ, რომ იქნებ კიდევ ერთხელ გავამახვილოთ ამ პრობლემაზე ყურადღება. ვინაიდან არ ვიცით ეს 5,000 ლარი რისთვის არის კონკრეტულად გამოყოფილი და თან პასუხი არაოფიციალურია, ძნელია ვუპასუხოთ, თუმცა იმედს ვიტოვებთ, რომ ცოტა უფრო გონივრულად იქნება ამ პრობლემის მოგვარების გეგმა დასახული. ისიც გაუგებარია, ეს 5,000 თვითონ მოსახლეობამ უნდა განკარგოს, როგორ მოხდება ამ ყველაფრის ორგანიზება. ვინაიდან არაოფიციალური პასუხია, ესეთ ნიუანსებზე ცხადია პასუხი ვერ გვექნება. ქალბატონს უნდა ვთხოვოთ, რომ მსვლელობა ამ პროცესის გაგვაგებინოს, ჩაგვაყენოს საქმის კურსში. და კონკრეტულად ვინ დაპირდა ესეც მნიშვნელოვანია. ეს მოგწერა მუნიციპალიტეტი და მერის წარმომადგენლები, ანუ ადგილობრივ მუნიციპალიტეტში უთხრეს, რომ დაეხმარება 5,000 ლარით მერია, მაგრამ ვინაიდან პასუხი არის არაოფიციალური, ანუ დოკუმენტებით არ არის გამყარებული, შესაბამისად შეიძლება ეს მონაცემები შეიცვალოს. მოკლედ, იმედია გამგები გაიგებს ადამიანების პრობლემას გარკვეული მოგვარება გამოენახება, იმიტომ რომ 24 ნოემბრიდან დღემდე, დღეს უკვე 21 იანვარია 22, საკმაოდ დიდი დროა გასული და თითქმის 2 თვე არის. ხო, 2 თვე უსახლკარო ცხოვრება არც ისე მარტივია. მოკლედ მოქალაქეს ვთხოვთ, რომ ისევ გაგვაგებინოს ამბის განვითარება. ზარი გვაქვს ეთერში. გისმენთ? გამარჯობათ. გამარჯობათ. აი, ვლაპარაკობ დიახ. მანქანების დაცობებზე. დიახ. რატოა დართული უფლება მარჯვენა საჭით მოძრაობა ქალაქ თბილისში და როდის შეწყდება ამ მანქანების შემოყვანა, რომელმაც უკვე 40%-ს გადააჭარბა. საქართველოში და თბილისში სულ სხვა მიმართულებით არის და სულ სხვა მოძრაობაა და საიდან გამოჩნდა ეს მარჯვენარულიანი მოძრაობები? გაუგებარია. და რატომ ეწინააღმდეგებით მარჯვენა საჭიან მანქანებს? შეგიძლიათ აგვესწრებათ? მარჯვენა საჭიანი მანქანების ავარიებია უამრავი ტრასაზეც და ქალაქში. თუმცა არა მხოლოდ მარცხენა საჭიანებისაც ბევრია. არანაკლებია, ეს უბრალოდ იაპონური წარმოების არის, მე როგორც ვიცი, მარჯვენა საჭიანი მანქანები და ბევრად უფრო იაფიჯდება ამ მანქანების შემოყვანა, ტრანსპორტირება და მოხმარებაც. თუმცა მე როგორც ვიცი, საფრთხე არის არა იმდენად საჭე მეორე მხარეზე, არამედ ის, როცა საჭე ქარხტულად არის ერთ მხარეზე და შენ მეორე მხარეს გადაგაქვს. ხო, ანუ ამას ახლავს გარკვეული რისკი თან. მე როგორც ვიცი, მე არ ვარ მანქანის. მეორე პრობლემა აქ ის არის, რომ როდესაც უმრავლესობა მარცხენა საჭიანი არის, გადაადგილება, როდესაც ერთი მანქანა მეორეს უსწრებს, გჭირდება იმისთვის, რომ დაინახო შემხედრი მანქანა მოდის თუ არა, რომ გადმოხვიდეს საპირისპირო მხარეს. ამ დროს ხდება ალბათ სწორედ ავარიები, იმიტომ რომ მარჯვენა საჭე როც არის, ვერ ხედავს, მსხვილი არის მარჯვენა ტრასაზე, უფრო მძიმეა მარჯვენა საჭეზე. ორიენტაცია. მოკლედ, მოძრაობიდან ჩვენ უნდა გადავიდეთ მუსიკაზე. ქართული ჯგუფის ცოცხალი ჩანაწერი უნდა შემოგთავაზოთ. მოусმინეთ და შემდეგ მოგახსენებთ ამ ჯგუფზე ცოტა ინფორმაციას, იმედია მოგეწონებათ. თქვენ უყურებთ კომუნიკატორს.